ჩაფიქრებული რას ფიქრობს შეხედავთ, მოგესალმები, სასიყვარულო გაშლა გვაქვს, გუგულებო, ბიჭებოც. როგორი კავშირია ეს კავშირი მისთვის ნახოთ, აბა როგორი კავშირია. როგორი კავშირია, რატო ხართ ხუთთასში, მეგობრებო? როგორი გრძნობები იყო, როგორი ემოციები იყო, ახლა რა ხდება, ახლა ყველაფერი აირია თქვენთან, თუ რა ხდება, ვისი გაშლა, ბედის ბორბალი. ეს ურთიერთობა ჩემო ძვირფასებო, ხო, ბედის ბორბლით ურთიერთობა, როცა ორი ადამიანი ერთმანეთთან კარმულად არის დაკავშირებული და მათი გზები ყოველთვის გადაიკვეთება, იკვეთება და როგორ ჩანს, რაღაცა პრობლემები გაქვთ აქ ურთიერთობაში და მაინც ისევ აღმოჩნდებით კრიზისიდან ისევ კონტაქტზე, ხო? რა იყო, ყოფილებს ვუყურებთ, მეგობრებო, თუ რა ხდება? ამ ადამიანმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე. აი ესეთი კარდინალური ცვლილებებია, შეგცვალათ ადამიანმა, შეგცვალათ როგორ იცით, რაღაცა ძალიან ცივი გახდეთ ისე. აბა ნახოთ, რატომ გახდეთ ცივი, რა ხდება? იმიტომ რომ კოშკებში გატარა, კოშკებში, განხეთქილებებში, მოკლედ ერთი სიტყვით დაგტანჯა, ან გტანჯავს. ალბათ გტანჯავს, ხო? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან განსაკუთრებული კავშირია, ასევე სამყარო ფიქრობს, რომ თქვენი კავშირი განსაკუთრებულია. აქ მუდმივად რაღაცა პრობლემები იყო, როგორც ჩანს. თქვენზე ფიქრებში ადამიანი, როგორც არ უნდა ეცადოს, ყურადღება როგორც არ უნდა გადაიტანოს სხვა რამეზე, მაინც ადამიანი ფიქრობს თქვენზე. ყველა გზა, ყველა ურთიერთობა, ყველა კონტაქტი, როგორც ჩანს ახსენდები ადამიანს, სულ მუდმივად, არ ვიცი, ვერ გშორდება, ანუ მასთან ხართ ხვდებით, ემოციებში ხართ, ფიქრებში, ანალოგიურად საუბრობთ თქვენთანაც ადამიანი ქვეცნობიერში ცხოვრობს, ცალკე ოთახი აქვს თქვენს გულში ამ ადამიანს და მასთანაც სავარაუდოდ, ასე, არ ვიცი, ვიში გაშლა არის გოგოებო, ვისია, მაგრამ ჰარმონიული კავშირი არ არის კავშირი, არის კარმული. ყურადღების გადატანა უნდა ვერ გადააქვს. აქ ყოფილია ვიღაცასთან ეხლა ახლანდელია, ვინც აი გეთამაშება, რასაც ქვია, მაგრამ ემოციურ საქანელაში კი იმყოფები, უბრალოდ უკვე ებრძვი და გრძნობს, როგორი ძლიერიც ხარ. მისი ცხოვრება თქვენს გარეშე თუ ვუყურებთ წარსულს, ჰარმონიული არ არის, სრულყოფილი არ არის, ანუ თქვენ მის ცხოვრებაში როდესაც იყავით, თუ წარსულში იყავით ამ ადამიანთან, მაშინ მან ჰარმონია იყო და სრულყოფილიც იყო. ამ ეტაპზე ვისთანაც ხართ, ეშინია თქვენი დაკარგვის, მაგრამ თუ უკვე დაკარგათ, ხო, მოლიპულ გზაზე აღმოჩნდა რა, ძალიან ცუდად არის ერთი სიტყვით. მძაფრად გრძნობს ამ ყველაფერს, კარგად გრძნობს მძაფრად, დაკარგად აღმოჩნდა ბუმერანგებში. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, თქვენ მასთან ფიქრებში ხართ, ფიქრებში, ემოციებში, თქვენ მისი დედოფალი ხართ. კვერთხების მეფე, კვერთხების დედოფალი. წყვილი იყო ფანტასტიკური, მაგნაირი გოგო, ქალი, კაცი, არ ვიცი, მეტი აღარ მეყოლებაო, ამბობს, ამას აღიარებს, იცის და რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ეს კავშირი მისთვის იქნება, შეიძლება ამბობდეს, რას გავდა, არ მიყვარდა, მაგრამ რეალურად, ხო, ადამიანი არის ჩაციკლული თქვენზე, ჩაციკლულია. ცუდად, კარგად, შეიძლება ვერ გიტანდეს, მაგრამ აი ამ ვერ გიტანდესშიც შენ მას უყვარ ხარ, ხვდები? ორი ადამიანი ერთმანეთს ზრდიდა, ორი ადამიანი ერთმანეთს ანვითარებდა. რომ არ ჩარეულიყო აქ, მეგობრებო, მესამე პირები, პირები. ყველაფერი იქნებოდა ფანტასტიურად. სერიოზულად ვამბობ ამას. რომ არ ჩარეულიყო ეს მესამე პირი, ვინც ჩაერია, ჩუმად ჩათან როგორ ჩაირია, იცით?
არ ვიცი, ძმაკაცი იყო, დაქალი იყო, დედამთილი და ვინც ჩაირია ძალიან ცუდად. ან რომ არ არსებობდეს ეს მესამე პირი, იქნებოდა ყველაფერი ძალიან კარგად. აქ მოხდა ჩარევა, აქ მართავდნენ ადამიანს, კარგად უწვეთავდნენ ტვინზე ამ პიროვნებას, ან მის ცხოვრებაში კიდევ ვიღაცა არსებობდა, ან ეს იყო ვიღაცა ისეთი, ვინც მართავდა მას ენერგეტიკულად, ან ეს ადამიანი უბრალოდ დამოკიდებულია სხვის აზრებზე, ემოციებზე. უთხრეს, არ გიხდება ეს პიროვნება, ხო, აღიარა რომ თქვენ მას არ უხდებით, მაგრამ რეალურად ჩაციკლულია ახაც. რეალურად იცის რაც დაკარგა, რეალურად იქნებოდა მხოლოდ თქვენთან და მხოლოდ თქვენთან ბედნიერი, ამას ხვდება, უბრალოდ ვერ აღიარებს ამას. თქვენთან თორე თავის თავში ყველაფერი ძალიან კარგად იცის, რეალურად რა როგორ არის. ხო. აი ამ წერტილს, ხო, რომელიც სავარაუდოდ თვითონ დასვა, გაბრალით თქვენ პიროვნება, მაგრამ იცოდეთ, ძალიან კარგად დღესდღეობითაც გაკვირდებათ. სად რა გაცვიათ რა, თქვენ შეიძლება მას ვერ ხედავდეთ, მაგრამ თვითონ ძალიან კარგად ხედავს. სად წახვედით, როდის მოხვედით, თუ ამ ყველაფერს აჩვენებთ სხვებს, ჩათვალეთ, რომ გიყურებთ ადამიანი. ისჯება საწყალი, წარმატებები.